როგორც იცით, ყოველ ორ შაბათს ჩვენს მაყურებელ საქმერიანაშვილის არაჩვეულებრივი რუბრიკის ფარგლებში ვუყვებით ხოლმე ეპოქალური წყვილების სიყვარულის ისტორიას. ამ ადამიანებმა, რომლებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, თავიანთ სფეროში და საქმიანობაში მართლა ძალიან დიდი კვალი დატოვეს და ძალიან მნიშვნელოვანი კვალიც, ასეთი წყვილი ქართულ კულტურაში ნამდვილად იყო გენიალური გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე, რომელზეც დღეს საკი გვესაუბრება. რა კარგ სიყვარულზე გვაქვს საუბარი, მოკლედ მე შევახსენებ მაყურებელს, ზაკ შენინებართვით, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ იყო ამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გენიალური და არაჩვეულებრივი მსახიობის დაბადების დღე და მე მადლობა მინდა გადაუხადო შუა დღის რედაქტორებს და პროდიუსერებს, რომ ასეთ ადამიანებს ყურადღების მიღმა ისინი არასოდეს არტოვებენ და ჩემ ზაკს დიდი მადლობა ამისთვის ასევე. ბატონი გიორგი შავგულიძე დაიბადა 1910 წელს ქუთაისში და ამ ადამიანმა ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სამწუხაროდ იცხოვრა მხოლოდ და მხოლოდ 49 წელიწადი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა ის, რომ მას მიეძღვნა სიტყვები. რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაკს, მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს. მე მგონი ამ სიტყვების მიღება არ არის ადვილი, ალბათ უნდა იცხოვრო. არა, სენა მარტო არ კმარა ამისთვის და პროფესია არ კმარა, ამისთვის აუცილებელია ადამიანობა და სწორედ პიროვნული ის თვისებები, რითაც შენ ხალხის სიყვარულს მოიპოვებ და ხალხს ათქმევინებ ასეთ სიტყვებს. ეს სიტყვები ეკუთვნის არაჩვეულებრივ ადამიანს, ბატონ მიხეილ ქლივიძეს და სწორედ ბატონ გიორგი შავგულიძეს, იგივე ჟორა შავგულიძეს მიუძღვნა მან. ზაკ, მოგესალმები. მოგესალმებით, მიხარია, რომ ამინდი ახსენე შენ და ესეთ რაღაცა ნაცრისფერ დღეს ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ კულტურის თემებით გავათბოთ ჩვენი მაყურებელი და განსაკუთრებით ისეთი ადამიანები გავიხსენოთ, როგორებიც თქვენ ახსენეთ. გიორგი შავგულიძის ბიოგრაფია არის ნათელი მაგალითი, რომ აი ამ მცირე დროში და ბევრი გაჭირვების მიუხედავად, როგორ შეიძლება შენი განუმეორებელი ხიბლი სამუდამოდ დატოვო ქვეყნის კულტურის ისტორიაში და ყველაფერი ალბათ იმ ერთი შემთხვევით დაიწყო ქუთაისში, როდესაც ყველას გვახსოვს ელდარ შენგელაიას შედევრი არაჩვეულებრივი გამოფენა და იქ სცენა რომ არის, რომ ხტება ეს პიკასოს ბიჭი რიონში, ეს სწორედ არის გიორგი შავგულიძისა და კოტე მარჯანიშვილის შეხვედრის ერთ-ერთი ციტირება, ასე ვთქვათ, როგორც მისი თანამედროვეები წერდნენ, ელოასავით ეშვებოდაო, ესეთი ათლეტური ტანის მქონე ჭაბუკი რიონში და ერთ-ერთი ასეთი გადახტომისა შეამჩნია გენიალურმა კოტე მარჯანიშვილმა, რომელსაც იმ ხანად ჰქონდა სწორედ ეს ქუთაისი ბათუმის ცნობილი დასი და როცა მოიკითხა ამ ბიჭმა უთხრა რომ მე თქვენ გიცნობთ ბატონო კოტე მე ქანდარაზე ვზივარ ყოველ თქვენ სპექტაკლზე და კარგად ვიცი აი ეს წამოიყვანა და აქედან იწყება უკვე გაბრწყინება 18 წლის იყო რაღაც და მისი მამა იყო რეპრესირებული, მას უმაღლეს განათლებაში არ ჰქონდა ჯერ კიდევ ფეხი შედგმული, როდესაც კოტე მარჯანიშვილთან ურთიერთობით ამხელა შესაძლებლობა მიეცა, ხო? კი და აი ეს იყო რაღაცა ერთიანობა ფიზიკურობის და შინაგანი სამყაროს, იმიტომ რომ ვახტანგ ტაბლიაშვილი, ქეთო და კოტეს რეჟისორი ამბობდა, რომ აი ანტიკურ ქანდაკებებს რაღაცნაირად გაეჯიბრება კიდეცო ფიზიკურად ისეთი. ძალიან სიმპათიური კაცი იყო, ძალიან სიმპათიური და ბევრი ქალის გულთამყრობელიც ყოფილა, მე როგორც ვიცი. და რა თქმა უნდა, მათი სიყვარულის ისტორია არის განუმეორებელი, სწორედ თეატრმა შეახვედრა ლიზა ვაჩნაძე, რომელიც 1922 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის დასში და აი იქ დაიწყო ეს მათი ისტორია, რომელიც შავგულიძის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა და როცა მათ საერთო შვილები, ტყუპები, ვაჟები შეეძინათ, ჩვენ ფოტოც გვაქვს, აი ეს უნიკალური ფოტოა შვილებთან ერთად უბედნიერესი, თურმე ესეთი სცენა ქონდა შავგულიძეს სათამაშო, რომ ყბაახვეული უნდა შესულიყო სცენაზე და ეთქვა, რომ ექიმთან მინდა წასვლა, გამიშვითო და როცა გაიგო, რომ ტყუპები შეეძინა, ეს ზუსტად ის მომენტია, შევარდა სცენაზე ისე, რომ არ აქვს ყბაახვეული და თურმე პარტნიორები რაღაცა შეწუხდნენ, რომ ეხა რაღაც იტყვისო, იდარდეს შავგულიძის ნაცვლადაც და ამან უთხრა, რომ ბატონო გამიშვით სახში ტყუპები შემეძინაო და ნუ ტაში და გრიალი და სასწაული ამბავი იყო, აი ესეთი იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ ეს წყვილი ელოდებოდა ბავშვებს, კი ბატონო. ძალიან ისეთ გაჭირვებულ ცხოვრებას მისდევდნენ ისინი 11 კვადრატულში ცხოვრობდნენ ეს წყვილი, ერთი ვაჟი სამწუხაროდ გარდაეცვალა ავადმყოფობით და როცა უკვე მეორე ვაჟიც ავად გაუხდათ საკმაოდ მძიმედ, ლიზა ვაჩნაძემ კიდევ ერთხელ განაახლა წერილების წერა, გაგზავნა, გამოგზავნა
ჰქონდა და შემდეგ მიაგნო ასეთ გამოსავალს, რომ მათი შვილის კლასელი იყო გელა ჩარკვიანი და გადაწყვიტა, რომ პატარა ფურცელზე დაეწერა წერილი კანდიდ ჩარკვიანისთვის და მათი პირობების შესახებ მოეყოლა. შვილი დაითანხმა იმაზე, რომ გელასთვის ეთხოვებინა წიგნი გამოერთმია და ამ წიგნში ჩაედო და რომ ეს მისულიყო ცეკას პირველ მდივნამდე, კანდიდ ჩარკვიანამდე. ეს მართლაც ასე მოხდა და მალევე მათ მიიღეს ბინა და შავგულიძე, რომელიც აი ამ წელს უკვე წარმოიდგინეთ ქეთო და კოტი არის გამოსული, ეს არის მეგავარსკვლავი და თურმე როგორი ბედნიერი ყოფილა ეს ბინა რომ მიიღო ოთახიდან ოთახში დარბოდა როგორც პატარა ბავშვი აი ამ სიხარულით რომ აი ეს მიაღწია ისეთ პირობებში მე რას ვიქნებ ეს სწორედ აი ეს ხასიათი ქმნიდა ამ ადამიანს სცენაზეც და სცენის მისი ეს გულუფრხილობა აი ეს რაღაცნაირი მიამიტური ხასიათი, ბავშვურობა, აპიროვნება იქმნებოდა ამ ყველაფრიდან და ეს ნიჭიერება რაც მას ბუნებამ მისცა, ხო? აი ერწყმოდა ამ თვისებებს და რაღაცა არაჩვეულებრივი სახეები ჩნდებოდა სცენაზე და ეკრანზე. და მე აი შენგან მაინტერესებს ახლა აი ესეთი თვისებები რო არ ქონოდა იმ როლებს შექმნიდა. ვერა, არა ეს შიგნით უნდა ცხოვრობდეს შენში რაღაცა ესეთი რომ ეს ასე ბუნებრივად და ასე გადამდე იყოს იცი რა მარტო ნიჭი არის ადამიანში 20% 25% კი ბატონო მაგრამ მე სწავლობ შრომობ და როგორი მშრომელი იყო ახლა მოგეხსენება ძალიან კარგად მაგრამ აი ამ თვისებებს ვერც შრომით მიაღწევ ვერც სწავლით მიაღწევ ეს უნდა მოქცეს ბუნებამ რა კი ლევან თვისებებზე საუბრობდი და სულ ფიქრობ და მგონია ხოლმე რომ ასეთი თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანებს სიყვარულიც განსაკუთრებული შეუძლიათ და ამის ნათელი მაგალითი იყო მათი ურთიერთობა და იცი პატარა ისტორია მინდა გავახსენო ჩვენ საუბრობდით, რომ მე როდესაც კაპიტან ლიზას აცილებდა სახლამდე, მაშინ რა თქმა უნდა ეს არ იყო მიღებული, რომ შეყვარებულები ერთად დადიოდნენ სახლამდე მიცლება, მაინც კარგ ტონად არ ითვლებოდა და ბოლომდე არასდროს არ ვაცილებინებდი ხოლმე თავსო და ისე იდგა ხოლმე, რომ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და მერე გამიმხილაო, რომ რეალურად მეტირებოდა, მაგრამ მაშინ ასეთი რამ მითხრა, რომ სიგარეტს რომ გავუკიდეო, სპეციალურად გავაკეთე ესე, რომ თვალებიდან ცრემლები წამამსვლოდა და კიდევ უფრო რომანტიკული ყოფილიყო ეს ყველაფერი. არტისტიზმი მართლა საოცარი. ხო, ის ტრაგედია, რა თქმა უნდა, შეძრა თბილისი 59 წლის ასაკში, როდესაც მაშინდელ პლეხანოვზე მას დაეჯახა ტროლეიბუსი და მაშინ ხო არ იყო ეს ინფორმაციის გავრცელების აი ასეთი საშუალებები არაფერი, მაგრამ აი სულ რამდენიმე წუთში უკვე მთელმა თბილისმა იცოდა, რომ გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა და ყველაზე სპექტაკლის ამბავი მოყევი რა, მაგრამ სპექტაკლი იყო და მისი მეუღლე თამაშობდა როლს, როცა ყოველთვის ყველა სპექტაკლზე ტაშს უკრავდნენ, როცა ამბობდა ფრაზას, რომ ვაირა უბედური ყოფილ ვარ, ეს რეპლიკა ჰქონდა და ის შემთხვევა იყო, როცა სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ტაში არ დაუკრა და ლიზა ვაჩნაძეს ელოდებოდა მედეა ჯაფარიძე, რომელიც მაშინ ასევე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო, ერთად უნდა კინოში წასულიყვნენ სპექტაკლის შემდეგ და რომ გამოვიდა ლიზა ვაჩნაძე და მედიკო რო დახვდა და ქუჩაში გამოვიდნენ პირველივე შემთხვევით რომ მანქანამ გააჩერა და ამათ უთხრა რომ მე ვიცი თქვენ სადაც მიდიხართ და მე წაგიყვანთ. აი უკვე თელმა ქალაქმა რო იცოდა ეს ტრაგიკული ამბავი და ის მძღოლი ვინც დაეჯახა მას თურმე თავს იკლავდა, იმიტომ რომ აი სადაც ზის მძღოლი გქონდა გაკრული შავგულიძის ფოტოები და თუ გინდათ მომკალით, იმიტომ რომ მე ჩემი კუმირი იმ მსხვერპლო რა თქმა უნდა ეს უბედური შემთხვევა იყო და აი ამის მომსწრე იყვნენ ქართული კინოს და თეატრის ლეგენდები კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი და ჩვენს არქივში არსებობს ესეთი უნიკალური ჩანაწერი, სადაც იხსენებენ აი ამ რეაქციებს და მოდი ვნახოთ ესეც. მე იმ დროს სპექტაკლს თამაშობდი მარჯანიშვილის თეატრში. მე და ლენა ყიფშიძე და შემოიტანა ვიღაცამ ამბავი რომ ჟორა გაიტანა ტროლეიბუსმა. მთელი ხალხი ათქა და გამოვიდა თეატრიდან. და ჩვენ ესევე ჩაცმულები მე და ლენა ისიც აცხონოს უფალმა გავიქეცით გამოს ქუჩაზე იყო მაშინ სასწრაფო დახმარება. და მივედი და აი იმ უბედური წუთების მონაწილე გავხდით. ასე იწვა თავი გადაგდებული ტახტზე უკვე მკვდარი იყო და შემოვიდა ვერიკო ანჯაფარიძე და სცემა და ეს რაკენი შეუნამუშვა აქედან მოხლა მკვდარი იყო რა გვიყავი დაგუპე მართლა რა მოხდა იცი აი
გული დააკლდა თეატრს რა. გული დააკლდა თეატრს. 59 წელს. 59 წლის კაცი იყო რა. რა ეს ბების გამკეთებელი იყო იცით ხო? რას ლაპარაკობ? ეხლა ზაკეს ორი ლეგენდა რომ დავინახე ბატონი კახიზე გამახსენდა გიორგი შავგულიძე სხვათა შორის მთელი ცხოვრება უცნებობდა დონ კიხოტის როლზე. ვა, აი ეს ნამდვილად არ ვიცოდი და საინტერესო ფაქტია და სხვათა შორის კახი კავსაძე ერთ-ერთ ფილმში ეპიზოდს თამაშობდა, სადაც შავგულიძე იყო მთავარ როლში და აი ესე ვიჯექი და ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ ნეტა თუ იცის ამ კაცმა რა მხელა ბუმბერაზი მსახიობია და რისი გამკეთებელიაო.